მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 31 იანვარს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე. დასავლეთ საქართველოში +18 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში კი +14. აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში კი +11. რუსთავში +10, მარნეულში +8, თელავსა და სიღნაღში ასევე +10 გრადუსია მოსალოდნელი, ომალოში +8, ხოლო ლაგოდეხში +4, ცხინვალში +9 გრადუსი ფიქსირდება, გორში +10, სტეფანწმინდაში კი +3, ბაკურიანში +4 გრადუსია მოსალოდნელი, გუდაურში -1, ბორჯომში +11 გრადუსს უნდა ველოდოთ, ახალციხეში კი +5. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +18, ბათუმში +14, ფოთსა და სოხუმში +15 გრადუსი ფიქსირდება. +17 გრადუსს უნდა ველოდოთ ზუგდიდში, ქობულეთში +14, ანაკლიაში +15, ოზურგეთში კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე. თბილისში ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 31 იანვრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.